მე ვარ ემილი ბასილაძე 8 წლის. სწავლობ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ტანვარჯიში და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 4 წლის. მე ვიცი ქვეყნების ხატვა, საქართველოსი, ხეების, ბალახების, მთების და ასე შემდეგ. ყველაზე ხშირად ვხატავ გემებს. მე ახლა გასწავლით გემის დახატვას. დავიწყოთ გემის დახატვა. ჯერ უნდა დავხატოთ გემის ერთი ნაწილი. მერე კი ზევითა ნაწილი. აქ მივხატოთ ადამიანიც. ადამიანთან ერთად მივხატოთ საქართველოს დროშაც. და მივხატოთ ტალღები. გემს ვაფერადებ ყავისფერ ფერად. ადამიანს კი ვაცმევ შავს და ლურჯ შარვალს. და საქართველოს დროშას მის ხაზებს ვაფერადებ წითლად და თითონ საქართველოს თეთრად დავტოვებ. და ტალღებს კი ლურჯცისფრად გავაფერადებ. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს თეთრი ფერი. იმიტომ რომ თეთრს რო ვხმარობ ზოგჯერ არც ჩანს. მაგის გამო თეთრს არ ვიყენებ და წითელს ვიყენებ. ყველაზე ძნელია ზღვის დახატვა და ყველაზე ადვილია ტალღების დახატვა. ჩემთვის კომფორტულია ფანქრებით ხატვა. ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 3 ლარი. მე როდესაც ფული მაქვს ყოველთვის ხარჯავ ბევრ წიგნებში. კითხვა ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელი წინდა. კითხვა ვინ შემაყვარა და მამიკო. სახში გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის დირექტორია ბებია, მაგრამ ხელფას არ ვხდით. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი ჩემს საუკეთესო მეგობარს ანასტასია ცეცხლაძეს. მეგობრობა არის, შენ მეგობარი უნდა იყოს კეთილი და გვერდში უნდა გეხლეს ყოველთვის. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თოვლის ბაბუა სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიიტანა როლიკები. წელს მინდა მომიიტანოს სკეიტბორდი. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიში და დავდივარ 4 წელია. აკრობატიკა იმიტომ შემიყვარდა რომ ბევრი გაწეულებია, ბევრი ილეთებია და ამით ზოგჯერ კი ვერთობით. მასწავლებელი კი ყოველთვის თითქმის გვათამაშებს. ჩემს საყვარელი ილეთია გვერდით ბორბლის გაკეთება. ეს რას ნიშნავს და ასე გვერდულად უნდა გადავკოტრიალდეთ. ჯერ შეჯიბრებაზე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მალე მივიღებ. ჩემი აზრით გავხდები ჩემპიონი და ჩემზე უკეთესი სპორტსმენი. ტანვარჯიში ჩემი მასწავლებელია მარინა სარიშვილი. ის არის ლამაზი ბედნიერი, ზოგჯერ გვიბრაზდება, მაგრამ მერე მაინც კეთილად გვექცევა. ბედნიერი იმიტომ გონია, რომ ყველა ბავშვს გვიღიმის, გვიცინის, რომ მოვდივართ ყოველთვის გვეხუტება და წესიერად გვექცევა. მე ვაპირებ ტანვარჯიშზე ვიარო 5 წელი. მე გამოვალ და შევალ ხატვაზე. ჩემს სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი კეთილი მასწავლებლები არის, არ გვიყვირიან, ლამაზად გვექცევიან და როდესაც თოვლია მხიარულად გავდივართ გარეთ და თამაშობთ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ადნიდა. ყველაზე ცელქია დემეტრე დევაძე. ყველაზე ჭკვიანია რეზის ირემაძე. ყველაზე მშვიდია მარი ირემაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი საყვარელი და პრანჭია. ვარ ძალიან ლამაზი გოგო და მიხტება გაპრანჭვა. მე ვიპრანჭები ასე, სარკებთან ვდგებით, მას ვიბარცხნი, ტუჯე პომადას ვისმავ, ყოველთვის თვალზეც ვისმევ წითელ რაღაცებს და წარბებს ვისწორებ. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, იმიტომ რომ ჩვენთან ახლოს არის ძალიან კარგი სკოლა. იქ მინდა გადასვლა, რადგან იქ არიან ბევრი კეთილი ბევრი ბავშვები და კარგი მასწავლებლები. იქ არის კალათბურთები, დაფარული სივრცეებია, ბუფეტია და ასე შემდეგ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ხატვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მომღერალი. სიმღერა ახლაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერა ჩემი ხატია სამშობლო. ჩემი ხატია სამშობლო,
გასახატე მთელი ქვეყანა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ძმა, ბებია, ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა და ორი და. ჩემი და არის 14 წლის და ქვია დიანა. ეს არის კეთილი, ჭკვიანი, ძალიან ლამაზია, იპრანჭება ზოგჯერ სპორტსმენია და ასე შემდეგ. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია გოჩა. გოჩა არის ჭკვიანი, ძალიან უყვარს სითბობ, ძალიან უყვარს მეგობრები, ძალიან უყვარს სპორტი, მით უმეტეს ფეხბურთი. რო გაიზრდება დიანა გამოვა სპორტის მასწავლებელი და ჩემი აზრით ჩემი ძმა რო გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის თბილი, კეთილი, ხიარული, ძალიან უყვარს კითხვა, ძალიან უყვარს სიმღერები და ლექსები. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ძალიან უყვარს ცეკვა, ძალიან უყვარს დალაგება სახლის და ასე შემდეგ. მე ვარ დედიკოზე კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ დედა როდესაც დაალაგებს, გადის საქმეებზე. მე ყოველთვის ვარ სახლში, დედასავით ვალაგებ, კითხულობ, ხატავ და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი მურთმინია წუნა და წრუწუნა. მაგ მურთმინის სიმღერა ვიცით და ზოგჯერ ვღერით მე და ჩემი ძმა. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. იმიტომ რომ ეს არის ნაზი, ძალიან უყვარს წყლის დასხმა და ძალიან უყვარს მზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბუნებას და წყალს ყველგან გავასუფთავებდი. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი თბილისში და იაპონიაში. ჩემი ოცნებით საჩუქარია საპრანჭაო დიდი საღებავები. წინა მონაწილემ გამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გაუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაუფრინდებოდი მარი ხაზარბეგიშვილთან ერთად. ეს არის ჩემი უფროსი მეგობარი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა. ჩემი ნება რომ იყოს აუგზავნებდი დახუჭობანას. იმიტომ რომ ზოგი ბავშვი ზოგჯერ გზაში იმარება და გზაში გასვლა საშიშია. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, მეგობარზე დახმარება, მეგობრისთვის ბევრი რამის მოყოლა და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.